როგორ ხართ მეგობრებო, მსმენელო, ჩემო მსმენელო, საყვარელო მონატრებულო. მინდა ნოეს პასუხს გავცე პასუხი. ნოეს კითხეს, თქვენ იცით ახალგაზრდა ბიჭი რომ არის, ქრისტეზე რო საუბრობს, საყვარელი ბიჭია ძალიან. ხანდახან შემხვდება ხოლმე მისი ვიდეოები და ვუსმენ ხოლმე მაინტერესებს მისი მოსაზრება ქრისტესთან დაკავშირებით და ბევრ სწორსაც ამბობს და ბევრ რაღაცაშიც შეიძლება შესწორება და აი მინდა სწორედ მას გავცე პასუხი. რამე თუ ნოეს კითხეს რომ ასტროლოგია არის თუ არა ქრისტიანულიო და ნოემ უპასუხა რომ ქრისტიანული არ არის. საბოლოო ჯამში ნოემ უპასუხა რომ ქრისტიანული არ არის ასტროლოგია. თუმცა მანამდე საინტერესოდ დაიწყო და მერე დაასრულა ასეთი პასუხით, რაც მე არ მომეწონა. არა იმიტომ რომ ჩემი ხუშტურისდა გამო, არამედ ახლა აგიხსნით და აი ამ ფრესკაზეც ხედავთ რომ ასტროლოგია არის სრული ქრისტიანული ცნებებიც და შემეცნებაც. ეხლა რატომ ავხსნი ამას, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ დარჩეთ. მაგალითად, ქრისტე არსად არ ამბობს, რომ ასტროლოგია არ არის მამის და არ არის ასტროლოგია ქრისტიანული. ასე რომ გამოვრიცხოთ, რომ ქრისტე უარყოფს ამას და მოდი ვნახოთ ქრისტე ეთანხმება თუ არა ასტროლოგიას და საკვირველებავ ჩვენ ხედავთ, რომ სვეტიცხოვლის ერთ-ერთ ძალიან დიდ ფრესკაზე ქრისტე პირდაპირ ასტროლოგიური კვანძების, ანუ ასტროლოგიური სიმბოლოების შუაში ზის. და მის გარშემო შემოხვეული არიან ესე იგი ანგელოზები, სერაფიმები, ქერუბიმები და შემდეგ ბოლო წრე არის, ანუ ნახეთ, პირველი წრე სადაც შიგნით ზის, თვითონ არის, მეორე წრე სადაც ანგელოზები არიან, აპოსტელები, ქერუბიმები, სერაფიმები და სხვათა შორის ძალიან ქვემოთ არის ორი ცალი წრე, რომელიც ასევე გამოსაკვლევია რას ნიშნავს ეს წრე, რომელსაც ფრთები აქვთ ოთხივე მხრივ, აი ქრისტეს ფეხებთან. ქრისტეს გარეწრეში და ქრისტეს გარეწრეში კი არიან მთლიანად მოთავსებული მზე, მთვარე და დანარჩენი ასტროლოგიური სიმბოლოები, ლომი, კირჩხიბი, ხარი, ქალწული, თევზები და ასეთი ჩამოვთვალოთ რა, 12 არიან. მინდა გითხრათ ასევე რომ ერთ-ერთი თავისი მოწაფე, ქრისტეს მოწაფე ეკითხება ქრისტეს, რომ არის ესეთი ქალიო, რომელიც შენი სახელით კურნავსო რა, ოღონდ ჩხიბაობსო და წინასწარ მეტყველობსო და რა ვქნათო რა, როგორ ჩავთვალოთო ეს ქალიო და ქრისტე ეუბნება, რომ ვინც ჩემს წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენიანია და ვინც ჩემი სახელით კურნავს, ის ჩემიანია, ხო? მოდი ვნახოთ, რატომ არის ასტროლოგიური სიმბოლოები და ასტროლოგიური შემეცნება ქრისტიანული კიდევ სხვა თვალსაზრისით რა. ანუ ქრისტე ამბობს, რომ ყველა წერილს უნდა ვიცნობდეთ, ხო? ამას ამბობს ქრისტე პირდაპირ. თუ კი ქრისტე ამბობს, რომ ყველა წერილს უნდა ვიცნობდეთ, ჩვენ ვიცით, რომ ენოქს აქვს ესეთი ძალიან სერიოზული წიგნი დაწერილი, რომ ესე იგი, როდესაც ღმერთმა შექმნა ციური სხეულები, მათ შორის მზეც და მთვარეც, აბსოლუტურად ყველა ციური სხეული გადავიდა ღმერთის სიტყვას, მაგრამ არ გადასულა ორი მხოლოდ მზე და მთვარე. და კიდევ ამბობს ენოქი, რომ ესენი არიან განუყოფელი რაღაცა, მზეც და მთვარეც არიან განუყოფელი, ის ერთი ორგანიზმია. ამას ეუბნებიან ანგელოზები, რომლებიც მოატარებენ ენოქს, აჩვენებენ როგორ არის შექმნილი სისტემები და ასე შემდეგ, წაიყვანენ, რამდენ ცაზე არ აიყვანენ და იმ ციდან ანახებენ ენოქს. მოკლედ მთელი ამბავია იქ და ენოქი მოგვითხრობს, რომ ესენი არიან ყველანი ღმერთის ქმნილებები, ანუ უფალთა უფლის ქმნილებები. ხო და როდესაც უფალთა უფლის ქმნილებები, აი მაგალითად ყველანი, აი თუნდაც ეს ასტროლოგიური ვარსკვლავთა შორის მოთავსებული სისტემები, ხო? სისტემა თევზი, სისტემა მერწყული, სისტემა კურო, სისტემა კირჩხიბი და ესენი სისტემებია და ესენი არის ის ნიშნები, რომლებიც ადამიანს შეიქმნა იმისათვის, რომ ადამიანმა ისინი მართოს. ხვდებით? რანაირად უნდა მართოს, ახლა ნახეთ.
თუ კი ადამიანმა იცის, რომ ეს ყველა პლანეტა გადავიდა, ესე იგი, ღმერთის სიტყვას, გარდა მზისა და მთვარისა, არ უთქვავს ენოქს, რომ ვარსკვლავთა განლაგებები, აი მაგალითად როგორც არის მერწყული სისტემა, ქალწული სისტემა, როგორც არის ლომის, მორიელის, არ გადასულან. ეგენ კი არ გადასულან, ის პლანეტები გადავიდნენ, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ ამა და ამ წუთზე და ამა და ამ საათზე, ამა და ამ დღეში, ამა და ამ დღეს, ამა და ამ სისტემის წყობის ქვეშ, ანუ განკარგულებაში. მაგრამ რადგან ეს არ მოხდა, ანუ რადგან ისინი ნებისმიერი პლანეტა, რომელსაც ვიცნობთ მზისა და მთვარის გარდა, ისინი აურევენ თავის წყობას და ხან როდის სად მოხდებიან და თვითონაც აღარ იციან, აი ეს ყველაფერი ადამიანმა უნდა დაალაგოს ისევ თავის ადგილზე. იმიტომ რომ ადამიანი არის სამყაროს მმართველად დანიშნული, ხო? მათ შორის ქრისტე არის ყველაზე პირველი, რომელიც ასწავლის ადამიანებს როგორ უნდა დაალაგონ ყველაფერი თავის ადგილზე. საინტერესო ის არის, რომ რატომ არის ასტროლოგია კიდე ქრისტიანული, გეტყვით რა, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს. და აი ქრისტე ყოველთვის არის აი ამ ფრესკაზეც გამოსახული ლომის, მერწყულის, მორიელისა და ხარის შუალედში, კვინტესენციაში. მორიელისა და მერწყულის, ხარისა და მორიელი, ესა, მოიცა, ერთი წუთით. ლომისა და მერწყულის, ხარისა და მორიელის გადაკვეთა არის ჯვარი. და სწორედ ქრისტეს ამყოფებენ ხოლმე ძირითადად ფრესკებზე აი ამათ შორის. და სხვათა შორის ეკლესიაში 4-ვე კუთხეში არის ლომის, ხარის, მერწყულის და ტრედის თავი ხოლმე, ან ზოგან არწივის თავი, რომელიც განასახიერებდა მორიელს. ეს არის, მეგობრებო, ის კოდები, რომელიც ღმერთმა შენ ადამიანს მოგცა იმისათვის, რომ გამოიძიო რა ნიშნები მოდის ზეციდან, რა საუბარია. და რომ ამბობს ნოე, რომ ანუ ადამიანები რო დაიწყებენ რომ მკითხაობას, როდის დავქორწინდე, როდის ეს შექმნა, როდის ის შექმნა, როდის ბიზნესი დავიწყო. ისეთ რა, მეგობრებო, სხვათა შორის ჩვენი წინაპრები მთვარეს აკვირდებოდნენ და მთვარის მიხედვით იცოდნენ, როცა მთვარე ახალი მთვარეა, ამ დროს ეს და ეს არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ მოსავალი არ მოგივა. ამ ყველაფერს აქვს ენა, რომელი ენითაც ღმერთი ადამიანს ესაუბრება. რომ ამა და ამ დროს, როდესაც მთვარე ამ ადგილზე ზის, ანუ მაგალითად, როცა მთვარე კლებადია, მაშინ არ უნდა დარგო არაფერი, იმიტომ რომ გამრავლებას ვერ იწყებთ. როცა მთვარე ზრდადია, მაშინ შეგიძლია დაარგო. აქვს მთვარეს თავისი ციკლები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომ ადამიანს ჰქონდეს სარგებელი სამყაროსგან. თუ ადამიანი ამას ვერ ითვალისწინებს, მაშინ იგი ბრმა არის, ანუ დაბრმავებულია, მოკლებულია იმ ცნობიერებას, რომელსაც ერთ დროს ჩვენი წინაპრები ფლობდნენ. და ნოეს პასუხი უწყობს იმას ხელს, რომ ჩვენ დავივიწყოთ ის ცოდნებიც, არამედ თუ გავიხსენოთ, არამედ დავივიწყოთ ის ცოდნებიც, რომელიც ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ, აი ამ ასტროლოგიური სარკის მიხედვით, რომ მოქმედებდნენ. მაგალითად, იცოდნენ ხე როდის უნდა მოეჭრათ, რომ მასში არ ყოფილიყო ბევრი წყალი. მთვარის ამა და ამ ფაზის მიხედვით მთვარე გვაძლევს იმ ინფორმაციას, რომ აი ეხლა არ უნდა მოჭრა ხე, იმიტომ რომ აქ იმდენი წყალია შეწოვილი, რომ ხეს დაალპობს. რომც მოჭრა გაშრობას ვერ მოასწრებს და გააფუჭებს უბრალოდ. ამიტომ ხეს ვერ გამოიყენებ ისე კარგად, როგორც საჭიროა. მაგრამ როდესაც მთვარე ამა და ამ ფაზაშია, შენ შეგიძლია მოჭრა ხე, იმიტომ რომ წყალი მისგან გაწოვილია და არის მშრალი, თითქმის მშრალ პოზიციაზე. ამიტომ ხე მალე გაშრება და სარგებელსაც მოგცემს. ეს ყველაფერი, მეგობრებო, რადგან ციური სხეულები არიან და ღმერთის ქმნილებები არიან, ასევე ქრისტეს ეკუთვნიან. ანუ ქრისტეს ფლობელობაში არიან. და ამიტომ არის ასტროლოგია ქრისტიანული. უბრალოდ მას უნდა სწორი გაგება. რომ ადამიანს შეუძლია ისინი მართოს ის პლანეტები, რომლებიც დაეცნენ
და თავის სიტყვას, ღმერთის სიტყვას გადავიდნენ. და თუ ადამიანი გამორიცხავს იმას, რომ ასტროლოგია არის ქრისტიანული, მაშინ ის ქრისტეს პირდაპირ ერჩის, იმიტომ რომ ქრისტესია ყველაფერი. ღმერთის არის ყველაფერი. და რაზეც ამბობ, რომ არ არისო ქრისტიანული, ესე იგი შენ ქრისტეს აშორებ იმას, რაზეც უკვე ბრძანებლობა აქვს მას. აგერ ასტროლოგიური რუქა გაჭიმული არის სვეტი ცხოველზე და გეუბნება, რომ ამათზე ქრისტეს ყველაზე აქვს ბრძანებლობა. ასე რომ ქრისტიანული არის, დიახ არის. ძალიან გთხოვთ გადაუზიარეთ ეს ნოეს და მეგობრებსაც, რომ არ ქონდეთ მცდარი შთაბეჭდილება, თუმცა ამის გამოყენება, მეგობრებო, მცდარად გამოყენება, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანული არ არის. ქრისტიანული სწავლებები მცდარად გამოყენება, ასე ვიცით, ჯვაროსნებმა რა გააკეთეს ქრისტეს სახელით, რა გააკეთეს ეკლესიის მსახურებმა ქრისტეს სახელით, ხო? უამრავი ადამიანი დახოცეს, უამრავი ადამიანი კვლელობით დასაჯეს და ასე შემდეგ. ქრისტეს სახელით, ყველაფერი ქრისტეს, ესეც ქრისტიანული ცოდნის მცდარი გამოყენება, ასე რომ ყველაფერი რაც ღმერთს ეკუთვნის, მას გამოიყენებ ან ღვთიური მიმართულებით, ან კიდე დაცემული მიმართულებით. ანუ არასწორ მიმართულებით. თუ არასწორი მიმართულებით გამოიყენე ნებისმიერი საკითხი, როგორიც ასევე ასტროლოგიაა, რა თქმა უნდა, ის დაცემულ სახეს გაჩვენებს და ის იქნება შენთვის დამაზიანებელი. მაგრამ თუ კი შენ ზუსტი ენა იცი ამ ციური სხეულების, როგორც ღმერთმა შექმნა ისე, მაშინ შენ არამც თუ აგაშენებს, შენ გაგაბრწყინებს. ამიტომ ჩვენი მეფეები ყოველთვის ასტროლოგიურად ხელმძღვანელობდნენ, იმიტომ რომ მათი იცოდნენ ღმერთის ენები. ერთ-ერთი ენა არის ასტროლოგია. ღმერთის ერთ-ერთი ენა არის ასტროლოგია. ისევე როგორც ღმერთის ერთ-ერთი ენა არის ეზოთერიკა და ღმერთის ერთ-ერთი ენა არის ოკულტიზმი. და ღმერთს უამრავი ენები აქვს. ერთ-ერთი ენა არის ქართული ენა. ამიტომ ამ ყველაფერს შენ თუ სწორად გამოიყენებ, იხელმძღვანელებს სწორად ამით, ხო? შენ ხარ ღმერთში და შენ საუბრობ ღმერთთან ერთად, ასევე ქრისტესთან და შენ თუ ამას ყველაფერს არ გამოიყენებ, კიდევ გამოყენებაზე მივედით, არ იხელმძღვანელებს სწორად, მაშინ შენ რა თქმა უნდა დაცემულად და გაფუჭებულად, აი ეგრე გააკეთეს, როდესაც ატლანტიდა ჩაძირეს, რაღაცა ექსპერიმენტები მოიგონეს, არასწორი მიმართულებით მთლიანად ოკულტური მაგიური რაღაც რიტუალი გააკეთეს და ჩაძირეს მთლიანად ამხელა ცივილიზებული ქალაქი. იმიტომ რომ მიმართულება ქონდათ არასწორი. მიმართულებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რისთვის მიმართავ? შენ საკეთილდღეოდ კაცობრიობის თუ დასანგრევად? როდესაც შენი ძალაუფლებისთვის ამხელა ოკულტურ რიტუალებს აკეთებ, იქ ღმერთი შენ დაგანგრევს კი არა, მთელს ოკეანეს დაგამხობს თავზე. გესმის? ასე რომ ასტროლოგიაც, მაგიაც, ოკულტიზმიც, ეზოთერიკაც, მეცნიერებაც, ყველაფერი შეიძლება მცდარი გზით გამოიყენო, ან კიდევ გამოყენებაზე მივდივართ რა. აი ხედავ ადამიანი როგორ დაცემულია, რომ აი ეს სიტყვა ვეღარ მოიშორა. კი გამოიყენო. იხელმძღვანელო. ხელმძღვანელი. ჰელი არის ღმერთი, სინათლე და მძღვანელი, ასე იგი სინათლეს მიყევი. სინათლით იმოქმედე. თუ შენ არის ხელმძღვანელებ, მაშინ შენ გამოიყენებ, ანუ ორივე მხარე არის. თუ გამომყენებლობით მიუდგები, კი ბატონო, შეიძლება ყველაფერი თავზე დაგემხოს, მაგრამ თუ იხელმძღვანელებ, მაშინ შენ ხელდასმას მიიღებ. ასე რომ ჩემო კარგებო, ესე ცალსახად არ შეიძლება შევხედოთ ის, რომ აი ქრისტიანული არაფერს არ გამორიცხავს. ქრისტიანული მხოლოდ ერთ რამეს გამორიცხავს, დაცემულ ბუნებას, ყველა სახის, ნებისმიერი. ქრისტე მაგებთანაც მუშაობდა. პროსტიტუცია, ანუ მეძავებთანაც საუბრობდა, გეიებთანაც და ესე რომ ვთქვათ რა, დაცემულ ტვინ გადატრიალებულ ადამიანებთან, მათ განკურნავდა.
ასე რომ ქრისტეს რო ეთქვა ეს არ არისო ჩემიანიო, ან ეს არ არისო ჩემიანიო, ის ხო ვეღარ განკურნავდა. ამიტომ შენ გამორიცხო ის რომ ღმერთის ქმნილება ღმერთის არ არისო თქვა, პირდაპირ ღმერთის მტერი გამოდიხარ, ნუ იქნები ღმერთის მტერი, მიაკუთვნე ყველაფერი ღმერთს, იმიტომ რომ ყველაფერი არის ღმერთის. სატანაც ღმერთის არის. გესმის? იმისია. მისია. მესია. იმისია. ყველაფერია. ყველაფერი რაც ღმერთის არის, ჩემია და რაც ჩემია, ყველაფერი ღმერთის არის. აი, მესია სად არის? აი, მისი რა არის? აი, მისიაც და მესიაც. გესმით? ქართული ენა არის საოცარი. ასე რომ გაუზიარეთ, ნუ ეს მეც გაუზიარებ, თქვენც გაუზიარეთ. გაგვაკვირდეთ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.